ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. მოლაპარაკებების გასახსნელად ქართულმა მხარემ ის 9 ახალი დავალება უნდა შეასრულოს, რომელიც ქვეყანამ ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მთავრობამ უკვე შეიმუშავა და ახლა ევროკომისიისგან უკავშირს ელოდება. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ სამუშაო პროცესის კარი ყველასთვის ღია. ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის მოპოვებით ნამდვილად დაიწყო საქართველოსთვის ახალი ეტაპი ევროკავშირთან ურთიერთობებში და ეს არის ის შეუქცევადი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს უკვე წევრობამდე. ეს რა თქმა უნდა საკმაოდ ხანგრძლივი და არის მრავალი ეტაპისგან შემდგარი პროცესი, საჭირო იქნება თავად ევროკავშირის მხრიდანაც მომზადება იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს 9 ნაბიჯი, ასე ვთქვათ, განსაზღვრული ევროკომისიის მხრიდან, რომლის შესასრულებლადაც დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა. მოველით, რომ ამ ნაბიჯების შესაბამისად უკვე ევროკომისიის მხრიდანაც იქნება შესაბამისი შეფასებები, რაც საფუძველს დაუდებს მომავალში წინ წაწევას ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირის წევრობის გზაზე.